ამ წუთებში საქართველოს ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. ვიწყებთ თბილისით და საზოგადოებრივი მაუწყებლით. სალომე ლაბაძე იმყოფება პირველ არხთან. სალომე, რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე? პროტესტის ეპიცენტრი ახლა ნამდვილად საზოგადოებრივი მაუწყებელია, სადაც როგორც წინასწარვე დაანონსდა, დღეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიკრიბნენ მოქალაქეები, იმდენად რომ დაახლოებით 9 საათის წინ აქციის მონაწილეებმა კოსტავას გამზირის გადაკეტეს, სადაც შესაბამისად ახლა საავტომობილო მოძრაობაც გაჩერებულია. მკაფიოდ ისმის მოთხოვნებით, მთავარი მოთხოვნა კი არის ბუნებრივია რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება, მათ შორის ასევე მკაფიოდ ახლა ისმის მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნა, რომელიც არის სწორედ რეჟიმის მიერ დატყვევებული ჟურნალისტი, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და რომელიც უკვე მე-18 დღეა შიმშილობს. სწორედ მზია ამაღლობელის თავისუფლების მოთხოვნა ისმის ახლა ყველაზე ხშირად საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან, სადაც დღეს უნდა ითქვას, რომ შეკრებილი არიან არა მხოლოდ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აქ უკვე დიდი ხანია ითხოვენ მაუწყებლის მუშაობის პრინციპების შეცვლას და მისი ეთერის გახსნას რეჟიმის მოწინააღმდეგე ჯგუფებისთვის, იმისით რომ აქ ხალხის სმა ისმოდეს, არამედ აქ არიან სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, რომლებთანაც ასევე შევეცდებით გასაუბრებას, მანამდე კი მოვუსმინოთ ნესტან ცეცხლაძეს, რომელიც ნეტგაზეთის რედაქტორია და წარმოადგენს სწორედ მზია ამაღლობელის მიერ დაფუძნებულ მედია ორგანიზაციას. ხალბატონო ნესტან, მოგესალმებით, მუშაობთ ფორმულას პირდაპირ ეთერში და აი ვხედავთ, რომ დღეს გამორჩეულად დიდი რაოდენობით შეიკრიბნენ მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ და ყველაზე ხშირად და მკაფიოდ აქ ისმის სწორედ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნა. რატომ სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაწყვიტეთ დღეს ამ გზავნილის გავრცელება და რა შეგიძლიათ გითხრათ იმ პასუხზე, რომელსაც ამ დროისთვის იღებთ რეჟიმის ლიდერებისგან? საზოგადოებრივ მაუწყებელთან მე პრინციპში არა ვარ აქციის ორგანიზატორი, მაგრამ ჩემი ხედვა არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ეკუთვნოდეს ხალხს და როგორც მზია ამაღლობლის, ისე ყველა პოლიტპატიმრის, ასევე ყველა მნიშვნელოვან საკითხს უნდა აშუქებდეს კარგად. აქ მე ასევე არ მინდა დამავიწყდეს ვასკა ჩიქოვანი-ივანოვის, რა ვიცი, მართლა გმირული ინიციატივა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით და მადლობა ამისთვის. რა ვიცი, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ხალხი არის და ჩვენ მადლობელი ვართ ამ სოლიდარობის. კი, მე მგონია, რომ დღეს ყველამ უნდა მოვითხოვოთ მზია ამაღლობლის გათავისუფლება, იმიტომ რომ ის არის უკანონო პატიმარი, რეჟიმის პატიმარი. ის პატიმარია იმიტომ, რომ არის დამოუკიდებელი გამოცემების დამფუძნებელი, მას უკანონოდ აქვს შეფარდებული წინასწარი პატიმრობა და ამიტომ უნდა გათავისუფლდეს. ასევე ჩვენ ძალიან გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არაფერი ვიცით პრაქტიკულად, დეტალურად. ცოტა ხნის წინ გამოვიდა მისი ადვოკატი, რომელმაც მოინახულა მზია და ვიცით მხოლოდ ისეთი რომ ის მხნედ გრძნობს თავს, ის ესაუბრება ადვოკატს, თუმცა ჩვენს ადვოკატებს და ჩვენც არა გვაქვს წდომა არავითარ სამედიცინო ანალიზებზე, რომელიც პასუხებზე, რომელიც მზია ჩაუტარდა. მადლობა ნესტან ცეცხლაძეს უსმენთ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა და ხედავთ ბანერს, ასევე სწორედ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით. ეს ბანერი ხელში უჭირავთ მოქალაქეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, თავად შენობაში კი ტრადიციულად ისევ პოლიცია გამაგრებული და აქ შესვლის შესაძლებლობა, შიგნით მყოფ ადამიანებთან, მათ შორის არხის მენეჯერებთან საუბრის შესაძლებლობა მოქალაქეებს არ აქვთ. ახლა შევეცდები გავესაუბრო ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ასევე მიმართა აქციის მონაწილეებს და რომლის სიტყვაც განსაკუთრებით საგულისხმო იყო. თქვენ თქვით, რომ თქვენი შვილი არის პოლიტპატიმარი, ერთ-ერთი მრავალთა შორის, თუმცა ნომერ პირველ სინდისის პატიმრად მიგაჩნიათ მზია ამაღლობელი. რა არის ამ სიტყვების თქმის საფუძველი? დიახ, სწორედ ეს განვაცხადე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი და ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი ყავს ამ ქვეყანას, ნომერ პირველი სინდისის პატიმარი სწორედ რომ არის მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელი ბრძოლა არის ერთი დიდი ბრძოლა და ყველას ერთად აღებული. ეს არის ადამიანი, რომლის მომავალზე, რომლის ჯანმრთელობაზე ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული ამ ქვეყანაში. თუ დროზე არ მოეგებიან გონს და არ მიიღებენ შესაბამის ზომებს იმისათვის, რომ მზია ამაღლობელმა ცხოვრება გააგრძელოს თავისუფლებაში
და გააგრძელოს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, შესაძლებელია ამ ქვეყანაში მშვიდობა სანატრელი გახდეს მართლა. ეს ხელისუფლება ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რო იტყვიან მონაპოვარი მათ რო კითხვა არის მშვიდობა, მაშინ როცა სწორედ თვითონ უწყობენ ხელს საზოგადოებას იმისათვის რომ ამ ქვეყანაში ეს მშვიდობა ამ ფორმით არსებული მშვიდობაც კი მოშალო. თავისუფლება მზია ამაღლობელს და მზია ამაღლობელის დასახსნელად მთელი ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე. იმიტომ რომ მზია ამაღლობელის და ჟურნალისტიკის ხმა თუ ჩაწყდა, ჩათვალეთ რომ ამ ქვეყანაში ვერც ერთი ფრონტი გამარჯვებას ვერ მიაღწევს და ყველაფერი დაბნელდება ქვეყანაში. როცა კრიტიკული მედია არ არის, როცა ჟურნალისტიკა ჩაფლავებულია, როცა ხმა არ ისმის სიმართლის და სამართლის ხმა არ ისმის, მაშინ ყველაფერი მკვდარია. ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, მაქსიმალური ხარდაჭერას ვიამაღლობელს და ბოლომდე ბრძოლა მის დასახსნელად. შემდგომ რა თქმა უნდა დანარჩენი პოლიტიკური ტყვეების. მადლობა სურაბ ცეცხლაძეს უსმენით. რეჟიმის მიერ დატყვევებული ახალგაზრდა აქტივისტი სვიად ცეცხლაძის მამას. ახლა კი მე შევეცდები რომ კადრში გაჩვენოთ მოქალაქეების ის განსაკუთრებული რაოდენობა, რომლის შესახებაც უკვე საუბრობდით და მე გითხარით რომ მოქალაქეებმა გადაკეტეს კოსტავას გამზირი და საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის კოსტავას გამზირზე არის შეჩერებული და თქვენ ახლა კადრში შეგიძლიათ დაინახოთ რომ ეს ნამდვილად სწორედ ასია. გამოფენილია ბანერებიც მოქალაქეთა მოთხოვნის გამოსახატავად და პერიოდულად კაფეოდ ისმის მათგან შეძახილებიც. მოქალაქეებს მიმართავენ აქციის მონაწილეები, მათ შორის ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ სინდისის პატიმრების მშობლების, მათი ოჯახის წევრების განცხადება და ასევე რაც განსაკუთრებით საყურადღებო იყო, აქ შეკრებილებს მიმართა ვასილ ივანოვჩიკოვანმა, რომელიც არის სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების მოამბის წამყვანი. მან წაიკითხა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლთა ნაწილის განცხადება და ამ განცხადებაში იყო აღნიშნული, რომ დღეს მზია ამაღლობელის სახით განსაჯერის სკამზე ზის თავისუფალი მედია და რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლა ამ პროცესს დაკავშირებულს მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან სათანადოდ ან არ ვერ აშუქებს. შესაბამისად მოთხოვნა ის, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უფრო ადეკვატურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას ქართული საზოგადოება. მთავარი გამოწვევა კი ახლა არის სწორედ ის, რომ რომ მოქალაქეების ნაწილი რეჟიმის მიერ არის დატყვევებული და მათ ემუქრებიან მრავალწლიანი პატიმრობით. სწორედ ამ მოქალაქეთა შორის არის მზია ამაღლობელიც, რომლის გათავისუფლების მოთხოვნა დღეს განსაკუთრებული სიხშირით ისმის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციაზე. აქ შეკრება მოქალაქეებმა დაიწყეს 7 საათიდან და წინასწარ იყო დაანონსებული, რომ დღევანდელი შეკრება უნდა ყოფილიყო მასშტაბური და ეს ასეც აღმოჩნდა იმდენად მასშტაბური, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქცია დღეს უკვე სამთავრობო მედიების ყურადღების ღირსიც გახდა, განსხვავებით სხვა დღეებისგან, როცა ჩვენ აქ როგორც წესი ვერ ხედავდით ხოლმე სამთავრობო მედიების წარმომადგენელ ჟურნალისტებს, ადგილზე ვხედავთ საზოგადოების სხვა ჯგუფების წარმომადგენლებსაც, მათ შორის ნინო ქათამაძეს, რომელსაც მინდა რომ ფორმულას პირდაპირ ეთერში თქვენს გვითხრათ, დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან რატომ გადაწყვიტეთ მოსვლა. ეს არ არის თქვენი აქ გამოჩენის პირველი შემთხვევა, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ განსაკუთრებით ბევრი ადამიანია თავმოყრილი, იმდენად რომ გადაიკეტა კიდეც კოსტავას გამზირი, თუმცა მოთხოვნები რჩება დაუკმაყოფილებელი. რეჟიმის პატიმრები ისევ ციხეებში რჩებიან და საზოგადოებრივ მაუწყებელს ყავს იგივე მენეჯერები, რომლებიც გვთავაზობენ ისევ შიმშილობაშია, ხო? ისევ შიმშილო. ჩემი მოთხოვნა არის, რომ თავისუფლება მზია ამაღლობელს, რადგან ძალიან კრიტიკულ ზღვარს არის მისი ფიზიკური მდგომარეობა და ვინც იცის რას ნიშნავს 18 დღე შიმშილობა, აუცილებლად მიხვდება იმას თუ რა პრობლემებთან კონდეს ხმა. ამის გარდა აქ არის მის ამ არხზე, სადაც გადამხდელია შრომელი ადამიანები, ვინც შრომობს და ის ძალიან ცოტა პროცენტია ამ ქვეყანაში, ვინც შრომობს, ვინც იხდის გადასახადს და ამ გადასახადებიდან ჩვენ ამათ უხდით 100 მილიონზე მეც ყოველწლიურად იმისთვის, რომ ისმოდეს აქ დაჩაგრულების ხმა, ისმოდეს უკანონო
სოციალურად დაჭერილი ადამიანების ხმა, მათი მშობლების ხმა, მშერი ბავშვების ხმა, რომელიც 37%-ია, 690,000 სოციალურად დაუცველი ადამიანის ხმა, 9 მილიონზე მეტი ემიგრაციაში წასული ქართველის ხმა. ანუ წარმოიდგინეთ 3,5 მილიონში 50% ადამიანების არიან პრობლემებში და არც ერთის ხმა, არც ერთი სფეროს პრობლემის ხმა არის. არის მხოლოდ რაღაცა ხელოვნურად დადგმული რაღაცა ბედნიერების მარშები, რომლებიც თითქოს და ქმნიან ისეთ გარემოს, თითქოს საქართველოში პრობლემები არ აქვს. გახედონ, ნახონ ხალხის ხმა რამდენი პრობლემიდან ისმის და საერთოდ ერთი ამბავი მაინც მოგვიყვნენ, სადაც არ არის პრობლემა. ერთი ინსტიტუტი გვითხრან, სადაც არ არის პრობლემა. ერთი ადამიანის მართალი ცხოვრების შესახებ მოგვიყვნენ, სადაც არ არის პრობლემა. ამიტომ ეს არის დანაშაული და მეტი არაფერი, რომ ეს არხი არ იმსახურებს არც ჩვენ გადახდილ თანხებს და არც ჩვენ ხმას ის, რომ ისინი არსებობდნენ. ნინო ქათამაძეს უსმენდით და როგორც ჩანს კრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, აი ამ შინაარსის კრიტიკას იზიარებენ თავად მაუწყებლის თანამშრომლებიც, მათი ნაწილი მაინც და მათი პოზიცია წაიკითხა სწორედ როგორც წეგან გითხარით ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საჭიროა შეიცვალოს არხის სარედაქციო პოლიტიკა იმგვარად, რომ ან უფრო ადეკვატურად უპასუხოს საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათ შორის უფრო მეტი სიმკვეთრით გააშუქოს მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის, მისი უკვე 18 დღიანი შიმშილობის მძიმე ამბავიც. თქვენ ხედავთ კადრში, რომ აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ისევ გრძელდება, მოქალაქეების განსაკუთრებული რაოდენობა დღეს აქ შეკრებილი, გადაკეტილია კოსტავას გამზირი და მკაფიოდ ისმის მოთხოვნები რეჟიმის ყურების გათავისუფლების შესახებ და ასევე იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გათავისუფლდეს ოცნების რეჟიმის გავლენისგან, რომ ეს ეთერი ეთმობოდეს არა მხოლოდ ქართული ოცნების პროპაგანდას, არამედ ეს ეთერი ეთმობოდეს რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნების მათი ხმის გაჟღერებასაც. სწორედ ამ მოთხოვნით მიმდინარეობს აქ აქცია უწყვეტად არაერთი დღის განმავლობაში, თუმცა დღევანდელი შეკრება არის მოქალაქეების რაოდენობით გამორჩეული და არ ვიცით რამდენად მოყვება ამ შეკრებას გამოხმაურება თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯერების მხრიდან, თუმცა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ როგორც წესი ისინი ამ პროტესტს არ პასუხობენ ხოლმე და ეთერს განსაზღვრავენ ისე, როგორც ამას თავადვე გადაწყვეტენ და არა იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ისმის მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჩვენ ბუნებრივია ვრჩებით ადგილზე და მოვლენების განვითარების შესაბამისად ისევ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.